სასამართლოს აყვეთი ღონისძიების ორ თვეში ერთხელ გადასიჯის ვალდებულება ეკისრება შესაბამისი კანონპროექტი მთავრობამ უკვე დაამტკიცა და განსახილველად პარლამენტს წარუდგინა. იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს დადებითად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში აყვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გახდება შესაძლებელი. ეს ნაბიჯი, რომლის გადადგმაც იგეგმება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხალხს იმასაც, რომ აყვეთის ღონისძიების გამოყენება შეიცვალოს და არ იყოს მასიური ხასიათის და საგამონაკლისო წესით ხდებოდეს მისი გამოყენება. აქამდე ეს ტვირთი იყო მთლიანად მხარეებზე და ამ შემთხვევაში თუ ბრალდებული ან მისი დამცველი არ გაასაჩივრებდა, მაშინ არ ხდებოდა შემოწმება, რამდენად იყო აუცილებელი გაგრძელებულიყო პატიმრობა. მოსამართლე, რომელიც გამოიყენებს აყვეთის ღონისძიებას და განსაკუთრებით პატიმრობას ბრალდებულის მიმართ ვალდებული იქნება, რომ დაასაბუთოს თავისი განჩინება, მან კონკრეტულად უნდა მიუთითოს იმ მტკიცებულებებზე, რომელიც დაარწმუნებდა ობიექტურ დამკვირვებელს, რომ მართლაც უნდა იქნეს გამოყენებული აყვეთის ღონისძიება. სასამართლო საკუთარი ინიციატივით პერიოდულად ორ თვეში ერთხელ გადახედავს გამოყენებულ აყვეთის ღონისძიებას.